მეგობრებო, სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, ნუ დაგავიწყდებათ, დადოთ ლაიკი, გამოწერა და კომენტარი, რათა დაგვეხმაროთ ჩვენი პროექტის მხარდაჭერაში და კიდევ ბევრი ახალი ვიდეო გამოვცეთ. გისურვებთ საუკეთესო განწყობას. ახლა კი აბსოლუტ MMA-ში გესალმებით. დრო დადგა და არ ისე როგორც ყველას გვინდოდა. ილია ტოპურია იანვარში აღარ იბრძოლებს. ეს არა ჭორია, არა უსაფუძვლო სპეკულაცია. ეს მისი გუნდის შინაგან გადაწყვეტილებაა, რომელიც UFC-ს სამფაროს აშფოთებს. როცა ჩემპიონი თავისი საუკეთესო ფორმის პიკზე გადაწყვიტავს შესვენებას, ხმაური, რასაც იგი ტოვებს, ისეთივე ძლიერია, როგორც ნოკაუტი. ყველაზე შთამბეჭდავი არა თარიღის გაუქმებაა, არამედ მიზეზი ამის უკან. ილია ტოპურია, კაცი, რომელმაც მხოლოდ 6 ბრძოლის შემდეგ დაიმსახურა მსოფლიოს პატივი, დრო დაუთმო საკუთარ თავს, არა ტრაუმის, არა დისკვალიფიკაციის გამო. არანაირი მოტეხილობა, სამედიცინო შეზღუდვა ან ფიზიკური პრობლემა არ არსებობს. მიზეზი ბევრად უფრო ადამიანურია. მისი ძმა, ალექს ტოპურია, მალე იბრძოლებს და ეს ყველაფერი ცვლის. ილია თავიდანვე ამბობს, ოჯახი პირველ რიგში. ისინი ერთად ვარჯიშობენ, ერთად ჭამენ, ერთად აღნიშნავენ და როცა ერთ-ერთი მათგანი იბრძვის, მეორე ყოველთვის გვერდითაა. ამჯერად კალენდრები ერთმანეთს დაეჯახა. ალექსი თავისი კამპანიისთვის ემზადება. ილიას კი თავის სანაცვლოდ იანვრისთვის მომზადება მოუწევდა. ორი ვარჯიშის კამპანია, ორი ფიზიკური მაქსიმუმის მოთხოვნა და ერთი სხეული ყველაფრისთვის შეუძლებელია. ამიტომ ტოპურიამ გადაწყვიტა გაჩერება, მხარი დაეჭირო ძმას, იყოს მისი კუთხეში და არ გაუნაწილოს ყურადღება. ეს შესაძლოა მხოლოდ ოჯახური გადაწყვეტილებად მოგეჩვენოთ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონის კონტექსტში ეს ბევრად მეტია. ეს პრინციპების დეკლარაციაა, გზავნილი UFC-ს, გულშემატკივრებსა და პრესისთვის. ის მანქანა არ არის. შოუს მიღმა ადამიანი დგას, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სხვა რაკურსსაც იძლევა. იანვარში ბრძოლა შეჩერება არა მხოლოდ გრძნობებს ეხება, არამედ ფულს, სტრატეგიას და ძალას. და აქ იწყება მთავარი ისტორია. ტოპურია აწარმოებს კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან კონტრაქტზე მოლაპარაკებებს. ის ამბობს, რომ მას დარჩა 4-დან 5-მდე ბრძოლა, სანამ კარიერას დასრულებს. მაქსიმუმ 4 ომი, რათა საკუთარი სახელი ისტორიაში დატოვოს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ნაბიჯი, რომელიც მან მომავალში გადადგამს, ოქროს უნდა იყოს ღირებული. ხოლო ოქროზე ლაპარაკი არ არის მხოლოდ მეტაფორა. Paramount-მა ახალ ხენს გააფორმა ახალი შეთანხმება UFC-სთან, რომლის წლიური ღირებულება 1 მილიარდი დოლარია. ეს მხოლოდ ტელევიზიის უფლებების განახლება არ არის. ეს ეპოქის ცლილებაა. ფული მიდინარებს, აუდიტორია იზრდება. მებრძოლები ამას აცნობიერებენ. განსაკუთრებით ილია, რომელიც ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი სახელია UFC-ს როსტერში. შედეგად, რატომ უნდა იბრძოლოს იანვარში, თუ შეუძლია მოლაპარაკება მწვერთიდან? რატომ უნდა რისკზე დადგეს, როცა შეიძლება ნახევარიც არ მიიღოს იმაზე, რასაც რეალურად ღირს? მისი გუნდი ამას კარგად აცნობიერებს. ყოველი ბრძოლა, რასაც ილია თავისი შეკვავებაში ვასრულებს, არა მხოლოდ დაცვისთვის არის, არამედ ინვესტიციაც. ამ ჭადრაკის დაფაზე დრო ყველაზე ძვირფასი ფიგურაა. მოლაპარაკება მარტივი არ არის, რადგან ილია არ ეძებს სტანდარტულ კონტრაქტს, მას ისტორიულ შეთანხმებას ეძებს, რაც უზრუნველყოფს თავისუფლებას, კონტროლს და გადახდას, რომელიც გამორჩეულ ჩემპიონურ სტატუსს გამოხატავს. საუბარია შთამბეჭდავ თანხებზე. შესაძლოა 3-4 მილიონი დოლარი თითო ბრძოლისთვის, დამატებით PPV-ს და იმიჯის უფლებებზე. ამას ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ისლამ მაქაჩევი. რუსი მებრძოლი მალე იბრძოლებს ჯეკ დელა მადელანესთან და ამ ბრძოლის გვერდშედეგი განსაზღვრავს ილია ტოპურიას მყნიეს მომავალს. თუ მაქაჩევი გაიმარჯვებს, რაც დიდი ალბათობით მოხდება, სიტუაცია სრულად იცვლება, რადგან ილია მაჩვენა, რომ სურს მასთან ბრძოლა 77 კილოგრამში, არა 60-ში. ეს 77 კილოგრამის ბრძოლა ფიზიკური მომზადების მხრივ სრულად განსხვავებულია. წონის კორექცია 70-დან 77 კილოგრამამდე საჭიროებს დროს, სპეციალურ დიეტას, კუნთების გაძლიერებას, ადაპტაციას და სტრატეგიას. მთელი ეს პროცესი ვერ შესრულდება ერთი ღამის განმავლობაში. თუ ილია იბრძოლებს იანვარში და დარჩება 70 კილოგრამში, შემდეგ 77 კილოგრამზე გადასვლა და ისლამ მაკაჩევის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზადება ვერ მოხდება. ეს ბრძოლა ილიას ნამდვილად ჭირდება. არა მხოლოდ რუტინული დაცვა, არამედ ომი, რომელიც მას ოლიმპუსამდე მიიყვანს. 3 წონა, 3 ქვა, შეუდარებელი მემკვიდრეობა. ილია ეს კარგად იცის. თუ მას დაემარცხება მაკაჩევი 77 კილოგრამში, ის შედის დიალოგში საუკეთესოებთან, როგორიცაა ჯონ ჯონსი, ანდერსონ სილვა და GSP. ეს შესვენება არ არის არც შიში, არც დაღლილობა, არც საბაბი. ეს სტრატეგიაა, ზუსტი მომენტის მოლოდინი, რომ მიიტანოს ბრძოლა, რომელიც შეცვლის მის კარიერას. პრობლემა იმაშია, რომ UFC-ს ეს გადაწყვეტილება შესაძლოა არ მოეწონოს, რადგან თუ ილია დაგაწყვეტს მაკაჩევზე დაელოდოს,
მოუწევს 70 კილოგრამის ქამრის დატოვება არც ერთი დაცვითი ბრძოლა შესრულების გარეშე. ბიზნესში ეს სენსიტიური საკითხია. დანა ვაითი ვერ იტანს ინაქტიურ ჩემპიონებს, განსაკუთრებით მათ, ვინც დაცვის გარეშე მიდის. მაგრამ ასევე იცის, რომ სუპერბრძოლები მილიონებს მოაქვს. დილემაა, სპორტული ლოგიკა თუ ისტორიული შოუ. თუ UFC პრესინგს მოახდენს, რომ ტოპურია იანვარში იბრძოლოს, მას უნდა შესთავაზოს მილიონი კონტრაქტი. არა ნაკლები 5 მილიონი დოლარი თითო ბრძოლისთვის. დამატებით ბონუსები PPV-ზე. თუ ილია არ დათანხმდება, გზავრილი ნათელია. ის ყველაფერს მაკაჩევისთვის დებს, რაც მედია სამყაროში რეალური ბიძგია. ეს არ იქნება მხოლოდ ქამრისთვის ბრძოლა, ეს იქნება სიმბოლური ტრონისთვის ბრძოლა. მსოფლიო ნომერი 1 ფუნტიდან ფუნტამდე. დაუმარცხებელი მებრძოლის წინააღმდეგ, რომელმაც ყველა ჩემპიონი ნოკაუტით დაჯილდოების პირობა დაადო. ორი სტილი, ორი სკოლა, ორი ეგო. საზოგადოება ამას იცნობს, ფორუმები კომენტარს აკეთებენ და UFC, რომელიც სულაც არ არის სულელი, ამას აღიქვამს. Paramount-ში უკვე ხედავენ, რომ ეს მილიონი დოლარის ბრძოლაა, რომელიც აუდიტორიის და შემოსავლების რეკორდებს მოხსნის, თუ მას Madison Square Garden-ში ან ლას-ვეგასში ჩაატარებენ. რა იგებს ტოპურია, როცა ელოდება? ყველაფერს. რას რისკავს? ყველაფერს. რადგან თუ ძალიან დიდხანს დაელოდება, შესაძლოა დაკარგოს რითმი, სისტრაფე, ნარატივი. თუ მოასწრებს, შესაძლოა მილიონები დაიხარჯოს. ამიტომ ეს მომენტი გადამწყვეტია. ამ ყველაფრის ფონზე მოდის ყველაზე პირადი ნაწილი. ილია არ არის ჩვეულებრივი მებრძოლი. ის თავიდან ამბობს, ჩემი მიზანი არ არის მთელი ცხოვრება ბრძოლა. ჩემი მიზანია კარგად ბრძოლა, გამარჯვება და მთლიანად დარჩენა. ამიტომ საუბრობდა თავის პოტენციურ დაბრუნებაზე. 4 ან 5 ბრძოლა მაქსიმუმ. არ სურს დარჩეს დაჩაგრებული ვეტერანი ან არაფრის მომცემი სახელი. სურს დატოვოს კარიერა ახალგაზრდა ჯანმრთელი და მდიდარი. და ეს იდეა, რომელიც ბევრისთვის შოკის მომგვრელია, ყველაზე ჭკვიანური მიდგომაა ასეთ სასტიკ სპორტში. გარეთვალით შეხედეთ, ილია ტოპურია 27 წლისაა, მსოფლიო ჩემპიონი, დაუმარცხებელი და ერთ-ერთი ყველაზე მედია მომხიბლელი სპორტსმენი პლანეტაზე. შეიძლება კიდევ 10 წელი იბრძოლოს, მაგრამ სურს კარიერა დაამთავროს მწვერვალზე. ამიტომ საჭიროებს დეტალურ, ქირურგიულ კონტროლს. იანვარში ბრძოლით ის რისკავს არასრულყოფილ პირობებში ბრძოლას. თუ დაელოდება, შეუძლია აირჩიოს მოწინააღმდეგე, პრიზი და ადგილი. და UFC-ს ბიზნესში ეს ძალაა. სინამდვილეში ილია ტოპურია არ გადადებს ბრძოლას, ის აღადგენს საკუთარ მომავალს. გზავნილია, არ დამიმუშავებენ მხოლოდ ღონისძიებისთვის. მე გამომიხდიან სტადიონების ასათვისებლად. ამ სიტყვებს ყველაფერს ცვლის, მაგრამ მანამდე UFC ჩემპიონებს მხოლოდ ჩანაცვლებად პიესებად მიიჩნევდა. მაგრამ ილია მაჩვენა, რომ საზოგადოების გავლენა მებრძოლისთვისაც მუშაობს. მისი პოპულარობა ესპანეთში, მექსიკაში და ლატინურ ამერიკაში უზარმაზარია. მისი იმიჯი კარგად იყიდება, განცხადებები სოციალურ ქსელებში აფეთქება, ხოლო საბრძოლო სტილი შოუს გარანტიას იძლევა. ამიტომ UFC ვერ შეცვლის მას მარტივად. თუ ტოპურია არ იბრძოლებს, ღონისძიება სულს კარგავს და ეს კარგად იცის. ეს სიჩუმის ომია, სტრატეგიაა. დანა ვაითი პრესინგს მოახდენს ხელმოწერისთვის, ტოპურია ელოდება შეთავაზებას, რომელიც მის ღირებულებას ასახავს, გულშემატკივრები დაყოფილი არიან. ზოგი აქტიურად სურს ილიას ნახოს, ზოგი პატივსცემს მის გადაწყვეტილებას. რა ხდება? ყველაფერი ისლამ მაკაჩევზეა დამოკიდებული. თუ რუსი იბრძოლებს და გაიმარჯვებს, ილია დაელოდება. ეძებს ბრძოლას 77 კილოგრამში. კარიერის ყველაზე დიდ კონტრაქტს და მოშადლებო იდეალურ დასასრულს. თუ ისლამ წაიგებს, ტოპურია ალბათ დაბრუნდება 70 კილოგრამში კიდევ ერთ დაცვისთვის წელიწადამდე. ნებისმიერ შემთხვევაში იანვარი გამორიცხულია.